მოგესალმებით, მეგობრებო, ვიწყებთ ისევ ნობელ სპორტის წამლების განხილვას, ვიწყებთ კი არა, ვაგრძელებთ უпростоრად და ახლა ჩვენ წარმოგიდგენთ აგერ 206 და D20-ის მარკის წამლებს. 206V ჩვენ განმარტება არის ესეთი. მოკლედ 206V არის SV უпростоრად 206 SV არის 12 კალიბრზე გათვლილი 686 ანუ წითელი გულა კაფსულა 1 და 20 1 და 40 24 გრამზე ანუ სპორტული ვაზნებისთვის გათვლილი დენთია დაბალი გრამებისთვის რაც შეგვიძლია სამწყერეთ საქათმეთ ყველაფერზე გამოვიყენოთ პრობლემა არ იქნება არანაირად. შემდეგ გვაქვს 206V 206V არის გათვლილი მწვანე გულა კაფსულაზე 12 კალიბრზე 1 და 40 ანუ 1 და 4 ან 1 და 5 28 გრამზე არის გათვლილი ეს წამალი. ახლა ჩვენ ამის უფრო ვრცელ განმარტებას ვნახავთ კიდე თავისას. უფრო ვრცელი განმარტებაც გამოგვიჩნდა აგერ, შეგვიძლია დავაპაუზოთ, და ისე ვნახოთ თუ ჩემი ნათქვამიდან აზრს ვერ გამოიტანთ. 206V 12 კალიბრის 70 მმ-იანი სავაზნისთვის ან მასრისთვის, ანუ რაშიც ეტევა ეს გრამაჟი, ასე რომ ვთქვათ, 1 და 4 წამალი 28 გრამი საფანტი პიშკონტეინერი პლასმასის ვარსკვლავური დახურვა და მივიღებთ 400 მეტრ წამს სიჩქარეს. ლულაში წნევა გვექნება 580 ატმოსფერო. სავსებით დამაკმაყოფილებელია 580 ატმოსფერო იმისთვის, რომ ნახევარ ავტომატმა ჩვეულებრივ გადატენოს ინერციულმაც და გაზდამტენმაც. ძირითადად ნახევარ ავტომატებს ინერციულებს უჭირს ვაზნების გადატენვა მაშინ, როდესაც წნევა მოდის 550 ატმოსფეროზე ქვევით. 530-იან ატმოსფეროებსაც წენის, მაგრამ სტაბილური გადატენვისთვის მინიმუმ 550 ატმოსფეროს მაინც უნდა ქმნიდეს ვაზნა ლულაში, რომ სრულყოფილად იმუშაოს ინერციული გადატენვის სისტემა. და გამოჩნდა ყველასთვის საყვარელი ნობელ სპორტი D20 თავისი განმარტებით. ნობელ სპორტი D20. აქ ძალიან ვიწროთ უწერია ნობელ სპორტს თავისი თვისებები, არ ვიცი რატო, მაგრამ ამ კატალოგში კონკრეტულად მითითებული არის 12 კალიბრზე წითელ გულა კაფსულაზე, რადგან არის უფრო ფიცხი დენთი და აქედან გამომდინარე არის წითელ გულა კაფსულა, ანუ ამის ხარჯზე არის უფრო დაბალანსებული წამლის სიფიცხე და ესე იგი 1 და 65 უწერია 32 გრამზე. თუმცა ვიცით, რომ ნობელ სპორტის D20 არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალპროფილური წამალი, ანუ სხვადასხვა ბევრ დოზებზე იტენება, უფრო ოდნავ მაღალ დოზაზე შეგიძლია დატენო 34 გრამზე და შეგიძლია რომ 24 გრამამდეც ჩვეულებრივ გამოიყენო წარმატებით, მაგრამ ამ თავის კატალოგში აქვს კონკრეტული მითითება, რომ არის 12 კალიბრისთვის და 32 გრამისთვის შექმნილი წამალი. ასე ჩანს მეტი ვრცელი განმარტება ამ შემთხვევაში ჩვენს ნობელ სპორტ D20, რაც ქართულ ბაზარზე ხშირად იყიდება ხოლმე წამლის სახით, არ აქვს და 32 გრამზე 12 კალიბრზე 1 და 65 უწერია ქარხნული დაშვება. მეტი ვრცელი განმარტება არ გვაქვს, თუ რამდენ მეტრ წამს სიჩქარეს იძლევა, ან რამდენი ატმოსფერული წნევა აქვს, მაგრამ სხვაგან სხვა დროს სხვა კატალოგებში როცა მინახია 600 ატმოსფეროზე მეტი აქვს, ზუსტად ვიცი, სადღაც 650 ატმოსფეროდან და ზევით 700-ის ფარგლებში, როგორც მახსოვს და საკმაოდ ისეთი ძლიერია და ანუ დაბალ გრამაჟებზეც უწერია თავის შესაბამისობა წამლებისა, მაგრამ ვიმეორებ, აქ კიდე ერთჯერ არ არის ამის შესახებ რამე ნათქვამი დამატებით. ეს კი არის 206S
დავიწყეთ 206 SV-დან, მერე გავაგრძელეთ 206 V-ით და ჩამოვედით 206 S-ზე. ესეთი მრავალნაირია, მოკლედ, ნობელის სპორტის თითეული სახეობა და აგერ ქართული თარგმანიც გვაქვს. და როგორ გავს ეს ყველა წამალი ერთმანეთს და როგორი განსხვავებული სერიები აქვს, მაგრამ ვიზუალურად აბსოლუტურ იდენტობაში მოდის ერთმანეთთან, რაღაცეც ბევრჯერ გავამახვილე ყურადღება. ამ წამალს უფრო ფართე პროფილი უწერია აქ და ესეთნაირად არის შეფასებული. ესე იგი, 32 გრამზე მწვანე გულა კაფსულათი შეგიძლია თუ დატენოო, ანუ 688 ნომერია მითითებული, 33 გრამზე უკვე უნდა კაფსულა შევამციროთ, ანუ წითელ გულა უნდა დავაყენოთ, 686 კაფსულა არის 33 გრამზე მითითებული 12 კალიბრისთვის და დოზები გამოიყურება ესე. 1.65 32 გრამზე და 1.70 33 გრამზე. აი ესეთი 1 გრამიანი სხვაობა, ჭურვის წონის სხვაობა არის, საფანტის ანუ წამლის წონის სხვაობაც გვაქვს და არ ვიცი ახლა ეს 1 გრამი ზევით ხვევით რას ნიშნავს, მაგრამ ანუ ორივეს სტაბილურად და კარგად ისვრის როგორც ჩანს და ვისთობსაც რა მოერგება, შეუძლია რომ ამ დიაპაზონში ითამაშოს. ალბათ ეს არის ამ წამლის დანიშნულება. ამავდროულად ჩვენ ახლა ვნახავდით ამ ხელა კოლაჟში, რომ ძალიან ბევრი წამალი იმეორებს ერთმანეთის გრამაჟს, რომ შეიძლება ანის კონდეს, იმითაც შეიძლება 32 გრამის დატენვა, ამითაც შეიძლება, მაგრამ ალბათ რაღაც ცალკე გამოკვეთილი სპეციფიკები აქვს რის ხარჯზეც, რაღაც კონკრეტული თოფები ან 206S უკეთესად ირგებენ, ან 206SV-ს და ასე შემდეგ რა. ან იგივე 206V-ს. იმიტომ რომ დაახლოებით ერთი და იგივე დიაპაზონი აქვს 206SV-ს გარდა დანარჩენ ამ ორ სერიას თავის ჩამონათვალში. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წამლის სახეობა ნობელის სპორტისა, რაც არის C7-ის კატეგორია და მისი ჩამონათვალი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ C7V-ს, რომელიც წამალიც ახლა რომ ფიოჩის ვაზნები დავშალე, აი C7-ის წამალი ყრია ფიოჩში. იგივე რემინგტონებში უმეტესობაში ყრია C7-ის წამალი, მაგრამ ისე გავს ეს წამლები ერთმანეთს C7V, C7 თვითონ და მისი ქვე ჩამონათვალები, რომ დოზებით უბრალოდ აქ თუ იცი დოზები, მერე დაშლი ვაზნას და იმ დოზის შესაბამისობაში თუ მიხდები C7V ყრია თუ C7 ყრია უბრალოდ, თორე სხვანაირად ვერა. თუმცა ცალსახად C7 სერიის წამლებით არის ეს ვაზნები დატენილი და სხვა ვაზნებიც გვინახია ხოლმე ამ წამლებით დატენილი. ერთდროს იყო ფუფუნება იმის საქართველოში, რომ ეს წამლები იყიდებოდა ჩვეულებრივ და შეგეძლოთ რომ დაგეტენათ. ამისი მოკლედ თავსებადობა ესეთი არის. 12 კალიბრი არის მითითებული, სხვა არც ერთი კალიბრი. 1 და 4 უწერია 28 გრამზე და 686 კაფსულა. ანუ წითელ გულა კაფსულაზე უნდა დაიტენოს ამ თანმიმდევრობით და მივიღებთ ქარხნულ შედეგს. ეხლა კი მივადექით თავად C7-ს და C7 ზოგადად ასე რომ ვთქვათ მრავალპროფილური სახე აქვს, როგორც იხმარება 12 კალიბრზე, ისე იხმარება 16 კალიბრზე და ისე აქვს სიჩქარეების და ატმოსფერული წნევების ასე რომ ვთქვათ შკალაც, სადაც უფრო ფართო ინფორმაცია გვაქვს. აგერ ქართულ თარგმანში ვხედავთ ჩვენ, რომ ესე იგი გამოიყენება 12 კალიბრზეც, გამოიყენება 16 კალიბრზეც და გამოიყენება 20 კალიბრზეც. 12 კალიბრზე C7 გამოიყენება მწვანე გულა კაფსულათი 32 გრამზე. 16 კალიბრზე გამოიყენება წითელ გულა კაფსულაზე და
20 კალიბრზეც გამოიყენება წითელ გულა კაფსულაზე. 12 კალიბრის დოზირება ესეთია 32 გრამზე. 1 და 55 წამალი უნდა გავაკეთოთ. 16 კალიბრზე უნდა გავაკეთოთ 28 გრამზე 1 და 35. 20 კალიბრზე უნდა გავაკეთოთ 1 და 18 წამალი 24 გრამზე. აგერ მისი ფართო შკალაც გამოგვიჩნდა ჩვენ და სამივე კალიბრს ვიტყვით ახლა რა მოცემულობაა. 12 კალიბრზე 70 მმ-იან სავაზნეში 1 და 55 მწვანე გულაზე როგორც ვიცით 32 გრამი. რა თქმა უნდა, პლასმასის პიშკონტეინერი უნდა იყოს, ვარსკვლავური დახურვა უნდა იყოს და 400 მეტრწამი გვექნება ლულის წნევით 680. 16 კალიბრზე იგივე 70 მმ-იანი ვაზნისთვის წითელ გულა კაფსულა 1 და 35 წამალი 28 გრამზე, იგივე პლასმასის პიშკონტეინერი, იგივე ვარსკვლავური დახურვა გვექნება 380 მეტრწამი და ატმოსფერული წნევა იქნება კიდევ უფრო დიდი და ეს იქნება 720 ბარი. აი ასეთი განსხვავებული წნევები არის წვრილ კალიბრსა და მსხვილ კალიბრს შორის, მიუხედავად იმისა, რომ წამლის დოზაც ნაკლებია, საფანდის დოზაც ნაკლებია, მაგრამ ატმოსფერული წნევები გარბის ძალიან მაღლა. 20 კალიბრზე ისევ წითელ გულა კაფსულა 1 და 18 C7 წამალი 24 გრამზე, პლასმასის პიშკონტეინერი ვარსკვლავური დახურვით მივიღებთ 400 მეტრწამს და ატმოსფერული წნევა იქნება 790 ბარი. აქედან გამომდინარე მიჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა, როდესაც ვიძახით, რომ 20 კალიბრი უფრო მსუბუქია და მისი ჭურვები უფრო მსუბუქი გასროლებისაა და ასე შემდეგ. აი, თოფი კი ბატონო, გეთანხმებით, რომ 12 კალიბრთან შედარებით არის უფრო მსუბუქი, მაგრამ გისვავთ კითხვას, ამხელა ატმოსფეროთი თოფი, რომელიც ისვრის ესეთი მცირე კალიბრიანი, როდესაც 12 კალიბრს აქვს 680 ატმოსფერული წნევა და არის 3 კილონახევარი და 20 კალიბრს, რომელსაც აქვს 790 ატმოსფერული წნევა და არის 2 და 800, რომელს უფრო კომფორტული გასროლა ექნება უკუცემის კუთხით. რა ვიცი, ამაზე მე მგონია ბევრი პრაქტიკა არაა საჭირო, რომ მარტივად მიხვდეთ. არის კომფორტულ გასროლაზე საუბარი. მეტი არაფერზე ბატონო ჩემო. კი, თოფი თავად მსუბუქია და შეგიძლია რომ დაუღალავად ატარო. ეს არის C7L ესეთი დასახელებით და ამასაც საკმაოდ ფართე პროფილი აქვს. და ესეთნაირად არის წარმოდგენილი. მწვანე გულა კაფსულათი იტენება 12 კალიბრზე. და აქვს კიდევ 20 კალიბრიანი მითითება და 20 კალიბრზე იტენება წითელ გულა კაფსულათი. ესე იგი 12 კალიბრზე 1 და 75 შეგვიძლია მივცეთ 34 გრამზე, ესე უწერია 1 და 75 34 გრამზე C7L ესეთი სერიით ნობელსპორტის წამალი. 1 და 80, ანუ იგივე 1 და 8 შეგვიძლია 36 გრამზე რომ მივცეთ. ანუ 34 გრამიანი შეგვიძლია დავტენოთ და 36 გრამიანი, რაც აქვს ქართული რეკომენდაცია, რაზეც საუკეთესო შედეგებს იძლევა. თავის წამლის დოზებით ვთქვით. 20 კალიბრზე აქვს მითითება 1 და 4, იგივე 1 და 40, 28 გრამ ტყვის საფანზე. არა აქვს მნიშვნელობა ტყვის საფანდი იქნება თუ რის საფანდი იქნება. 28 გრამ ჭურვზე აქვს 20 კალიბრზე 1 და 4 წამალი მითითებული. ეხლა გადავედით ესეთ საინტერესო წამალზე GM3 და პრიმა. და პირველი წამლის განმარტება გამოიყურება ესე და ალბათ სურათშიც უყურებთ როგორი წამალია და ეს ვაზნებში მე პირადად შემხვედრია. პრიმა ლოუსონიკ ესე ქვია. და იტენება ესეთნაირად. ძალიან ფიცხი წამალია და 688
კაფსულაზე, ანუ მწვანე გულა კაფსულაზე უნდა ვიხმაროთ 12 კალიბრზე და შეგვიძლია ვიხმაროთ 24 გრამზე 0.85 მილიგრამი და 28 გრამზე 1 გრამი წამალი უნდა მივცეთ. ესეთი ძალიან მკაცრი წამალია, ესე რომ ვთქვათ. შემდეგ გადავდივართ პრიმა V-ზე, რომელიც არის 12 კალიბრზე 688, ანუ მწვანე გულა კაფსულაზე 1.35 შეგვიძლია რომ მივცეთ 28 გრამ იმაზე ჭურვზე 1.35 28 გრამი საფანტი. უფრო ვრცელი განმარტება კი გამოიყურება ესეთნაირად. 12 კალიბრზე 70 მმ-იან ვაზნაში მწვანე გულა კაფსულა 1.35 28 გრამზე. პიჟ-კონტეინერი უნდა იყოს პლასმასის გამოყენებული, ვარსკვლავური დახურვა უნდა იყოს. 380 მეტრ-წამი გვექნება ამ შემთხვევაში ჩვენ ტყვიის სიჩქარე და 570 ატმოსფერული წნევა გვექნება ლულაში, რაც ნახევარ ავტომატს გადატენის იდეალურად უპრობლემოდ. აქავე გავაგრძელებ ახლა ამ 28 გრამს ყველანაირად, 1.35 წამალი ხო უწერია და ვთქვათ გადავწყვიტეთ 28 გრამის მაგივრად დავტენოთ 26 გრამი ან 24 გრამი. წამლის დოზა რო არ შევცვალოთ და უბრალოდ საფანტის წონას მოვაკლოთ 2 და ან 4 გრამი, ხო? ამ შემთხვევაში უკვე 570 ატმოსფერული წნევა ვეღარ მიიღწევა ლულაში და შესაბამისად ნახევარ ავტომატი ვერ გადატენის. და ჩვენ ხშირ შემთხვევაში საფანტის წონას რო ვაკლებთ ხოლმე, წამლის წონასაც ვაკლებთ ხოლმე და ნახევარ ავტომატები ვეღარ ტენიან მე ბატონო ჩემო, ესეთ ვაზნებს ძალიან ხშირი გვაქვს ესეთი შემთხვევა. ჩვენს წინაშეა GM3 სერიის წამალი. 12 კალიბრზე მწვანე გულა კაფსულა უწერია 32 გრამ საფანტზე 1.55 წამლით. 20 კალიბრზე უწერია თეთრ გულა კაფსულა, ანუ 684 ნომრით 1.20 წამალი და 25 გრამი ჭურვი, ასე რომ ვთქვათ, ტყვის საფანტი იქნება ფოლადი თუ ჟაკანი თუ ცალფატყვია თუ კარტეჩი, იგივე ფინთიხი. მოკლედ გრამას მნიშვნელობა, ანუ სახეობას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ჭურვის წონა უნდა იყოს 25 გრამი. მისი უფრო ფართე განმარტებაც გამოიყურება ესეთნაირად. 12 კალიბრზე 70 მმ-იანი მასრა საკმარისია. მწვანე გულა კაფსულა 1.55 წამალი 32 გრამზე. პიჟ-კონტეინერი უნდა იყოს პლასმასის, ვარსკვლავური დახურვა და მივიღებთ 400 მეტრ-წამს სიჩქარეს და 810 ატმოსფერო წნევას. უყურეთ რამხელა წნევაზე ავიდა, არც თუ ისე მძიმე ვაზნა. 20 კალიბრზე იგივე 70 მმ-იანი მასრა სავსებით საკმარისია. ვაყენებ თეთრ გულა კაფსულას ნომრით ნობელ სპორტის 684, 1.20 წამალი 25 გრამზე, ისევ პლასმასის პიჟ-კონტეინერი, ვარსკვლავური დახურვა და ტყვის სიჩქარე გვაქვს 410 მეტრ-წამი და ატმოსფერული წნევა გვაქვს და ატმოსფერული წნევა გვაქვს 770 ატმოსფერო. აქ უკვე რაღაც დასტაბილურდა და უფრო დაბლა წამოვიდა ატმოსფერული წნევა 12 კალიბრთან შედარებით. ესეთი სახესხვაობებია წამლებში, ამიტომ უნდა ვიცნობდეთ წამლების სახეობებს და იმის შესაბამისად თუ ვიქონიებთ ვაზნებს, ვიქნებით ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად გამართულები. ამასობაში აგერ გამოგვიჩნდა პრიმა S-ი, ესეთი სახელწოდებით, რომელსაც უწერია ისევ ფართო დიაპაზონი საკმაოდ. 12 კალიბრზე მწვანე გულა კაფსულა უნდა გამოვიყენოთ ნობელ სპორტისა, 20 კალიბრზე კი უნდა გამოვიყენოთ ისევ თეთრ გულა კაფსულა, ანუ უფრო
სუსტი კაფსულა 684 ნომრით. 12 კალიბრზე 1 და 60, იგივე 1 და 6 უნდა მივცეთ 32 გრამზე და 20 კალიბრზე უნდა მივცეთ 1 და 18 25 გრამზე. ეხლა გამოგვიჩნდა ესეთი წამალი, ეს 4 ენი, ესეთი სახელწოდებით. უკვე ეს არის ორფუძიანი წამალი, ძალიან საინტერესო წამლებია ესენი თავისი თვისებებით და არის უფრო მაღალი გრამებისკენ მიდრეკილი და უწერია 12 კალიბრზე მწვანე გულა კაფსულა უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. 20 კალიბრზე და 16 კალიბრზე უნდა გამოვიყენოთ წითელ გულა კაფსულა და 12 კალიბრის დოზა 32 გრამ ჭურვზე არის 1 და 45. 16 კალიბრზე 28 გრამზე არის 1 და 33 და 20 კალიბრზე არის 1 და 15 26 გრამზე. აი ესეთი საინტერესო წამალია, ანუ წამლის დოზა არის დაბალი საჭირო და საკმაოდ მაღალი გრამის ჭურვებზე მუშაობს. ეხლა ვნახოთ მისი უფრო ფართე განმარტება. აგერ მისი ფართე განმარტებაც ეს 4N, ესე ქვია 12 კალიბრზე 70 მმ-იანი მასრა სავსებით საკმარისია 1 და 45-32 გრამზე. რა თქმა უნდა, პლასმასის პიშკონტეინერი, რა თქმა უნდა, ვარსკვლავური დახურვა და 405 მეტრ-წამი გვაქვს და 640 ატმოსფერული წნევა. ძალიან მაგარი წამალია, ძალიან მაგარი სტაბილიზაციით, მე თუ მკითხავთ, აი ოპტიმალურია ყველაფერი რა. 16 კალიბრზე ისევ 70 მმ-იანი სავაზნე საკმარისია, ვიყენებთ წითელ გულა ნობელ სპორტის კაფსულას 1 და 33-28 გრამზე, ისევ პლასმასის პიშკონტეინერი, ისევ ვარსკვლავური დახურვა და გვაქვს 400 მეტრ-წამი და 645 ატმოსფერო წნევა ლულაში. 20 კალიბრზე საკმარისია 70 მმ-იანი მასრა, ვიყენებთ წითელ გულა ნობელ სპორტის წამალს 1 და 15 წამალი, ისა ნობელ სპორტის წითელ გულა კაფსულას ვიყენებთ, ბოდის ვიხდი და წამალს ვიყენებთ 1 და 15 დოზით 26 გრამზე, ისევ გვაქვს პლასმასის პიშკონტეინერი, ისევ ვარსკვლავური დახურვა და ვღებულობთ 390 მეტრ-წამს და 820 ატმოსფეროს ლულაში. აი აქ კი სად გაიქცა ამ წამლის, ასე რომ ვთქვათ, ატმოსფეროები დაბალ კალიბრზე. და ეს არის მისი ზღვარი, ანუ უფრო წვრილ კალიბრზე ეს აღარ გამოიყენება. ეს ქართულად გადმოთარგმნილი ცხრილი წეღან დამავიწყდა რომ დამედოდა იყოს მაინც აქ. იქნებ ვინმე სჭირდებოდეს და აპაუზებს და წაიკითხავს რა როგორ და რანაირად თუ ჩემს ნათქვამს ვერ გაიგებს. წამალი ტექნანი ორფუძიანი ეგრეთ წოდებული უფრო მაღალგრამიანი ვაზნებისთვის არის, ესე იგი 36 გრამზე 12 კალიბრზე უწერია მწვანე გულა კაფსულა, შემდეგ 38 გრამზე უწერია წითელ გულა კაფსულა 12 კალიბრისთვის და 40 გრამზე უწერია თეთრ გულა კაფსულა. აი ესეთი საინტერესოა და 48 გრამზე 72 მმ-იან სავაზნეზე უწერია 686, ანუ წითელ გულა კაფსულა. 16 კალიბრზეც არის გათვლილი, 12 კალიბრზეც არის გათვლილი და ეხლავე მოგახსენებთ მაგას. 12 კალიბრი 36 გრამ ჭურვზე 1 და 9 ეძლევა ტექნანის წამალი. 38 გრამზე ეძლევა 1 და 95, 40 გრამზე ეძლევა 1 და მოიცადეთ, ცოტა დავიბენი ახლა ერთი წამით, გავმეორდები, ესე იგი 1 და 90, 36 გრამზე, 1 და 95, 38 გრამზე
1 და 98 40 გრამზე და 2 და 17, ანუ 2 გრამი და 17 მილიგრამი ეძლევა 48 გრამზე 76 მილიმეტრიან სიმაღლის სავაზნის მასრაში. 16 კალიბრზე 32 გრამზე ეძლევა 1 და 60, 20 კალიბრზე 1 და 35 ეძლევა 28 გრამზე. ესეთი მაღალი ჭურვების დატენვა დაბალ კალიბრებშიც შესაძლებელია ამ წამლით. ახლა ვნახოთ ამისი უფრო ფართე განმარტება ბატონოჩა. აგერ ჩვენი ცხრილი და როგორი ფართო მასშტაბით არის წარმოდგენილი, ნახეთ უბრალოდ. აქ ლაპარაკი ძალიან ბევრი დამჭირდება, ესე იგი წამლის დოზები იგივეა, უბრალოდ ვიტყვი რომ 36 გრამზე არის 410 მეტრწამი და 650 ატმოსფერული წნევა, 38 გრამზე არის 400 მეტრწამი და 770 ატმოსფერული წნევა გვაქვს, 40 გრამზე არის 390 მეტრწამი სიჩქარე და 850 ატმოსფერო გვაქვს, 12 კალიბრებზეა ეს საუბარი, 48 გრამზე არის 390 მეტრწამი და 920 ატმოსფერო. აი ძალიან მაგარი წამალია ესეთი მაღალი გრამებისთვის. სიჩქარე სიჭერს ძალიან მაგარს, ძალიან მაგარია. მე აქ უწერია ამას სხვა საშუალებებიც, ასე რომ ვთქვა, ტყვია კარტეჩის ამბავი და 16 კალიბრზე რო ვისაუბროთ, ისევ, ესე იგი 16 კალიბრზე რო ვისაუბროთ, 32 გრამზე 405 მეტრწამი უწერია და 350 ატმოსფერული წნევა არის, 20 კალიბრის 28 გრამიანზე არის 395 მეტრწამი და 790 ატმოსფერო აქვს წნევა, 20 კალიბრის შეგვიძლია 1 და 50 წამლით 30 გრამი დავტენოთ და 390 მეტრწამი აქვს და 800 ატმოსფერო აქვს და ისევ 20 კალიბრის შეგვიძლია 1 და 40 წამლით 32 გრამი ჭურვით დავტენოთ და 390 მეტრწამი აქვს. 390 მეტრწამი აქვს და 900 ატმოსფეროა. ესეთი ძალიან ფართე დიაპაზონის წამლებია, მოკლედ რა. ის დანარჩენი ისინი არ ჩამოთვალე კალიბრები, მასრის სიგრძეები და შუასადებები და ასე შემდეგ, აგერ წერია ყველაფერი და შეგიძლიათ ნებისმიერად წაიკითხოთ რა და გაიგოთ რაზე რა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცხრილია და ძალიან დამაბნეველი იქნებოდა ამდენი ციფრების ერთდროულად თქმა, არც ისე გამოვიდა ცოტა რა. ეხლა ჩვენ ვნახავთ უკვე SIP-N, ესეთი ტიპის წამალია და მუშაობა უწერია ყველა კალიბრზე მწვანე ესა წითელგულა კაფსულაზე, ანუ ნობელ სპორტის 686 კაფსულაზე, წითელგულა კაფსულაზე, 12 კალიბრი 1 და 60 უწერია 32 გრამზე, 16 კალიბრზე უწერია 1 და 38 28 კალიბრზე, ისა 28 გრამზე და 20 კალიბრზე უწერია 1 და 20 24 გრამზე. მისი ფართე განმარტება გამოიყურება ესეთნაირად, ესე იგი 12 კალიბრი 70 მმ-იანი სავაზნე მწვანეგულა კაფსულა 1 და 632 გრამზე, პიჭ კონტეინერი პლასმასის ვარსკვლავური დახურვა და 400 მეტრწამი სიჩქარე, 650 ატმოსფერული წნევა. 16 კალიბრზე იგივე კომბინაცია ყველაფერი, წამლის დოზებს ვიტყვი, არა, ყველაფერი არ არის იგივე. 70 მმ-იანი სავაზნე წითელგულა კაფსულა 1 და 38 28 გრამზე, პლასმასის პიჭ კონტეინერი, ვარსკვლავური დახურვა და ისევ 400 მეტრწამი გვაქვს და 680 ატმოსფერული წნევა გვაქვს. 20 კალიბრზე 70 მმ-იანი სავაზნე წითელგულა კაფსულა 1 და 20 წამალი 24 გრამზე, ისევ პლასმასის პიჭ კონტეინერი და ვარსკვლავური დახურვა 390 მეტრწამი სიჩქარე და 780 ატმოსფერო წნევა.
ერთფუძიანი წამლებიდან დაგვრჩა კიდე რამდენიმე სათქმელი. ესეთი სერია არსებობს, ვისაუბრეთ ეს ზემო ვიდეოებში უბრალოდ ამერია დალაგების დროს და გადმოყვა აქ SIP N ესეთი SIP 2N რა შუაშია. ესეთი წამალი არსებობს, რომელიც არის 28 კალიბრზე გათვლილი და ეს წითელგულა კაფსულათი უნდა დავტენოთ 686 მარკი 28 კალიბრზე 1 და 40, 25 და 26 გრამზე ესე უწერი, ანუ 28 კალიბრისთვის მე ვფიქრობ ეს უკვე მაგნუმ წონებია დაახლოებით რა. ხო და აი მარტო ეს 1 კალიბრი უწერია, ძალიან საინტერესოა. აი მისი ფართო განმარტებაც აგერ ესე იგი 1 და 4 წამალი, 1 და 40 წამალი 26 გრამზეც და 25 გრამზეც წითელგულა კაფსულაზე პლასმასის პიშ კონტეინერით, რა თქმა უნდა, ვარსკვლავური დახურვით და ესე იგი 26 გრამის შემთხვევაში გვაქვს 390 მეტრწამი და 860 ატმოსფერო და 25 გრამის შემთხვევაში გვაქვს 408 მეტრწამი და 625 ატმოსფერო. აი 1 გრამს ფაქტიურად 250 ატმოსფერომდე შეუძლია რომ განასხვავოს ლულაში წნევა. აი ესეთი მნიშვნელობა აქვს წამლის კომბინაციას და სწორ შეთავსებითობას ჭურვის წონასა და წამლის დოზას შორის, რაც ძალიან სახიფათოა თუ არ ვიცით წამლის ხასიათი. შემდეგ გვაქვს SIP 3 ესეთი დასახელებით. ესეც ძალიან საინტერესო წამლებია, ასე რომ ვთქვათ. ესე იგი წეღან კი ვთქვი, მაგრამ მე მგონი მოვიტყვეთ ამის გადამოწმება შეიძლება, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ორფუძიანია თუ ერთფუძიანია, მთავარია რომ გვემუშავება წამალი რა. ესე ნადირობა უწერია, ესე იგი თეთრ გულა კაფსულაზე, ანუ ყველაზე სუსტი კაფსულა რომელიც არის, აი 410 კალიბრისთვის არის ეს წამალი გათვლილი და 1 და 1 უწერია 14 გრამზე და 1 და 25 უწერია 19 გრამ წამალზე. მიხვდით რა დონეზე დავედით 410 კალიბრამდე ჩამოგვიყვანა მოკლედ ნობელ სპორტმა. ვიმეორებ თეთრ გულა კაფსულაზე, ანუ ნობელ სპორტის 684 მარკის თეთრ გულა კაფსულაზე იტენება 1 და 1 14 გრამზე და 1 და 25 19 გრამზე 410 კალიბრი. აგერ მისი ფართო განმარტებაც ბატონო ჩემო. მოკლედ პიშ კონტეინერი რო პლასმასის უნდა იყოს და ვარსკვლავური დახურვა უნდა იყოს და ასე შემდეგ, მაგას აღარ მოუყვებით. 1 და 1 14 გრამზე 410 მეტრწამს იძლევა სიჩქარეს და 690 ატმოსფერული წნევა აქვს. შემდეგ 1 და 25 19 გრამზე როცა გვაქვს მიცემული 390 მეტრწამს ანვითარებს და 920 ატმოსფერული წნევა. აი რამხელა ატმოსფეროებზე ადის დაბალ კალიბრიან თოფებში ატმოსფერული წნევები. აი ახლა ვხვდები მე თვითონაც უფრო და უფრო აი რატო არის ოქროს შუალედი 12 კალიბრი მიჩნეული და რატო არ არის სხვა და აი 12-სა და 20 კალიბრს აქვს მსგავსება, ანუ სხვა დანარჩენ კალიბრებს თავის თავში იერთიანებს ამ ატმოსფერული წნევების რეგულირების კუთხით, შესაბამისად ჭურვების რეგულირების კუთხით და ანუ ძალიან ფართო სპექტრს ხაზავს, ასე რომ ვთქვათ რა, რეალურ განსხვავებებს შორის. ორი ოქროს შუალედია აღებული, რომელიც მოიცავს ერთსაც, მეორესაც და მესამესაც რა. ამით მინდა რომ დაგემშვიდობოთ, მე მგონი ძალიან საინტერესო იყო, ვისაც დატენვა და წამლების სახეობები აინტერესებს. და რა ვიცი, შევეცდები რომ მაქსიმალზეც გავაკეთო იგივე, კონდეს ქართულენოვანი რაღაცა ხელშესახები, ცხრილები იქნება ეს თუ ინფორმაცია, რომ
ყოველ წუთში ტვინი არ ვიჭრდოთ, სად ვეძებოთ ინფორმაცია. ხო, მოკლედ ტვინი რო არ ვიჭრდოთ, სად ვეძებოთ ეს ინფორმაცია და რომელი ინფორმაციაა სწორი, ეს ყველა შკალა არის აღებული ოფიციალური გვერდიდან.